კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხდომა მიმდინარეობს. პირდაპირი ჩართვა რამდენიმე წუთში. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება და შეფასებები თბილისში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს, რეგიონში საქართველოს როლს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება. ამ საკითხთან დაკავშირებით თემაზე საუბარს განაგრძობს ჩემი კოლეგა ანა ბერძენიშვილი. შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში და ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებითაც. სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სენატორი დეინსიც და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაძლიერებას. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველო-ამერიკის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ გადაიტვირთვოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუდანს ორივე ქვეყანას. საქართველოს რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას თავაზობს. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან მკაფიოდ, რომ საქართველო მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის. სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს აისახება პოზიტიურად ჩვენ შემდგომ ურთიერთობების განვითარებაში. სენატორი დეინსი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა სოციალური ქსელი X-ის მეშვეობით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან. სენატორი დეინსი დღეს მიესალმა შესაძლებლობას, რომ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რათა განეხილათ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიისა და მის მიღმა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მან მტკიცედ წაახალისა საქართველო, რომ მჭიდროდ ითანამშრომლობს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან, რათა წინ წავწიოთ ორმხრივი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები. სენატორი დეინსის ვიზიტის შესახებ დღეს სოციალური ქსელით ამერიკის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა. ქრონიკის პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. კიტკელოგმა თქვა, რომ ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არ შესვლის საკითხი განიხილოს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების საკითხი აშფოთებს. კელოგი ამბობს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. მმართველი გუნდის განცხადებით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ ეჭვებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ იყო მზად კონკრეტული ქვეყნების მისაღებად. ოპოზიციას კი პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვს.
To us, Ukraine ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, თანაც ერთადერთი ქვეყანა არ ვარ, ვინც ამას ამბობს. შემიძლია დაგისახელოთ ნატოს წევრი კიდევ 4 ქვეყანა. სახელმწიფოს ნატოში მისაღებად კი 32-ეს თანხმობაა საჭირო. ჩვენ მოვისმინეთ თუ როგორ ამბობენ სხვა სახელმწიფოები, რომ არ არიან ამ საკითხში დარწმუნებულები. ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელსაც რუსეთი წამოჭრის. ისინი ასევე საუბრობენ საქართველოსა და მოლდოვაზეც და ცხადია უკრაინაზე. ჩვენ მათ ვეუბნებით. კეთილი, ზოგადად ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება და მათ საზღვრებთან მიახლოება. უნდა გესმოდეთ, რომ ეს მათთვის უსაფრთხოების კუთხით შეშფოთების საგანს წარმოადგენს. უკრაინა დამერწმუნეთ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ. ჩვენ პატარა ქვეყნებმა არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის გაჭერა, მისი დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული, უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, ეს ყველაფერი რის გამო იყო? რომ ჩვენ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს და რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული დაპირებები, რომელიც წლების წინ გაიცა, არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ ეს მიმართულება და მიზანი და რეალურად დღესდღეობით შეიძლება ვთქვათ, რომ ნატო სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით საქართველოს გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ ეჭვებს, რომელიც არსებობდა იმასთან მიმართებაში, რომ ნატო არ იყო მზად მიეღო კონკრეტული სახელმწიფოები თავის წევრობაში. ამ შემთხვევაში უკრაინასთან მიმართებაში ეს კიდე 10 მაგად და 100 მაგად უფრო მძიმედ ჟღერს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკამელიას სასამართლო პროცესი იმართება, საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობას და დაკისრებულ გირაოს. მელიამ შეფარდებული 50,000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. აქ არსებობს პრინციპი, რომელსაც მელია ამვითარებს, რომ სახელმწიფოსთან დაუმორჩილებლობის გარკვეული ატმოსფერო შექმნას ეს პოლიტიკური გეგმა, მაშინ როდესაც თქვათ შეკითხვების გაცემას თავს არიდებს. ძალიან მძიმე შეკითხვებია მის მიმართ, არა მარტო მის მიმართ, მთელი მაგის გუნდის მიმართ, რასაკვირველია ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციას შეაგინებ პოლიციელს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში იქნება მკაცრად დასჯილი. ფაქტია, რომ ეს არ არის მხოლოდ გადაცდომა იმ კანონებიდან, რომელიც არსებობს. ეს არის გარკვეული სტრატეგიული გეგმა იმისათვის, რომ საქართველოში განუკითხაობის ატმოსფერო დაამყაროს და ამას ემსახურება მელიას მოქმედებებით. სამაჯურის მოხსნიდან დაწყებული დამთავრებული პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა რა იყო დაკავების მიზეზი გუშინ. ეს იყო დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის ფარგლებში. მას ჰქონდა ვადა, ბუნებრივია, 12 საათამდე გირა უნდა გადაიხადა, იმის გამო კი არ დაუკავებიათ. არამედ, როდესაც პატრულმა გააჩერა გარკვეული წესის დარღვევის გამო, არ ვიცი, რაღაც იქ იყო განცხადებაში ნათქვამი, შემდეგ შეურაცხყოფაზე გადასულა და ადმინისტრაციული წესი დააკავეს. დღეს თუ არ ვცდები, წარსდგება სასამართლოს წინაშე და იქ გამოჩნდება თეთრი და შავი. ვინმეს დაკავება რო და დილას დააკავებდნენ. ან შუადღეს საღამოს რაზე დაიჭერდნენ. უბრალოდ დააშავა ადმინისტრაციულად, როგორც იკვეთება და განცხადებებშიც წავიკითხეთ და შესაბამისად ხა მე არ მაქვს უფლება რომ მელია რომელიც ძალადობისკენ არის მიდრეკილი და არაერთხელ არის ამ თემაზე ასე თქვა დაკავებული თავის დროზე რომ იგივე ჩაიდენ და ეხლაც არ გამოურიცხავ და აგერ არის სასამართლო და იმჯელები. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომსა და ომის შედეგად საქართველოს სოფლების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობენ. კომისიის წევრები უსმენენ შინდისის გმირის ძმას ფრიდონ ზოიძეს. 17 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა ნონა ყაულაშვილმა. ნინო არღულიანია ქრონიკის პირდაპირ ეთერში.
საგამოძიებო კომისია დღეს ზემო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არსებულ მდგომარეობას იკვლევს და სწორედ ამ მოკვლევის ფარგლებში უკვე გამოიკითხა ნონა ყაულაშვილი მოქალაქე, რომელიც ომის დროს ცხინვალის რეგიონში სოფელ ეირედში იმყოფებოდა და განვითარებული პროცესების საკუთარი თვალით იხილა. მან საგამოძიებო კომისიას უთხრა, რომ ხელისუფლებამ არათუ სოფლის ევაკუაცია მოახდინა, არამედ მოქალაქეები არ გააფრთხილა, რომ საომარი მოქმედებები იწყებოდა, გაფრთხილების შემთხვევაში კი ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. მან ასევე გაიხსენა ის, რომ სოფლის იძულებით დატოვების შემდეგ უკვე ხელისუფლებამ მათზე ზეწოლა ხელისუფლების მიერ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე დაიწყო, რადგან ნაციონალურ მოძრაობას არ უნდოდა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ესაუბრათ. მოსახლეობამ როცა გამოვიდნენ, როგორც იქნა რომ თავი დააღწიეს დაბომბვებს და როგორღაც თბილისამდე ჩააღწია მოსახლეობა, თვით დინებით დაიწყეს თავშესაფრების ძებნა. ეს იყო სკოლები, საბავშვო ბაღები, მიტოვებული შენობები. მე პირადად მომიწია თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ამიერკავკასიის ძალების რაღაც ძველი მიტოვებული შენობა იყო. იქ ცხოვრება, იმ სიბინძურის გაწმენდა და იქ ერთი ოთახის მოძებნა, რომ იქ თავი შეგვეფარებინა. ნამდვილად გვითვალთვალებდნენ, თუ სადმე ხა აქცია იყო და ვინმე არ გასულიყო, თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, ტელევიზიებში შიგნით შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ, რომ პრობლემებზე არ ესაუბრა მოსახლეობას, იბლოკებოდა, ანუ ასე ვთქვათ, იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებული. როდესაც მოხდა დევნილების განსახლება კოტეჯებში, კომპაქტურ ჩასახლებებში, შეიქმნა ეგრეთ წოდებული მამასახლისების ინსტიტუტები. დავალებული ჰქონდათ მათ, რომ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახში ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა. იმ დაბომბვების მერე, იმ სროლების მერე უკვე მოსახლეობა რომ მიხვდა, რომ უკვე მიტოვებული იყო უყურადღებოდ მოსახლეობა, თვით დინებით რომ გამოედინებოდა და გადაახვდა. როდის მიხვდით, ქალბატონო ნონა, თქვენ როდის დაიძარით, როდის მიხვდით? მე პირადად ქალბატონო თია 9 აგვისტოს დავტოვე სოფელი. მე პირადად დაბომბვების შემდეგ მე 8 აგვისტოს სოფელი არ მიმიტოვებია. იმიტომ მე ვხვდებოდი, მე პირველი დევნილობის კი ბავშვი ვიყავი პირველ დევნილობას, მაგრამ გარკვეულწილად გამოცდილება თითქოს მქონდა, რომ მე თუ სოფელს კიდე დავტოვებდი, მე იქ ვეღარ დავბრუნდებოდი. ვცდილობდით მაქსიმალურად ოჯახი მთლიანად ყვავანი ვიყავით, 4-ვე ოჯახის წევრი იქ ვიყავით. სოფელში 8 აგვისტოს, მაგრამ დილით უკვე დედის დაჟინებული თხოვნით, რომ მე უნდა დამეტოვებინა სოფელი, თუ არა თვითმკვლელობი დამემუქრა დედა, რომ მე თავს მოვიკლა, ვიცოდე, შენ თვალწინ, შენ თუ სოფელს არ დატოვებ და შენ სიცოცხლეს არ გადაარჩენ, იმიტომ დედა თვითონ დარჩა სოფელში ისე. ვერტფრენი რომ შემოვიდა, ვერ მივხვდი ის ქართული საქართველოს იყო თუ ტრის, იმიტომ გორის მე როგორც დავინახე, გორის მხრიდან შემოვიდა. უფრო რუსეთის მხრიდან ხა როკის გვირაბის მხრიდან კი არ შემოვიდა, უფრო გორის მხრიდან შემოვიდა ვერტფრენი და დავიბენ ეს ჩვენი იყო თუ მტრის იყო. წრე გააკეთა სოფლის თავზე ვერტფრენმა და გაისმა უცბად უეცრად შემზარავი ხმა და საშივა ვიხედეთ, იყო საშინელი მტერი. უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა და ვიფიქრე, რომ აი ანჭურვების მერე თითქოს აღარავინ აღარ იყო ცოცხალი გადარჩენილი. ამ დროს იყო უკვე სოფელი ფაქტიურად დაცლილი. თვით დინებით, მინდვრების მხარეს, ასე მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა. წამოხვედით ცარიელი ხელებით, არც საჭმელი, არც სასმელი. იმ შენობაში მით უმეტეს წყალიც არ მოდიოდა, ხო? განადგურებული იყო ყველაფერი, არც ფანჯარა, არც თქვათ საწოლი, საბანი გინდა, ლეიბი გინდა. ვინმე მოვიდა, ვინმე გეხმარებოდა. მე პირადად ხელისუფლების წარმომადგენლები იქ პირადად არავინ არ მინახავს, უფრო იყვნენ მოქალაქეები, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები თუ რაღაც, ვინც ცდილობდა ვითომ რაღაცა შემოეტანა და მახსოვს შემოგვიტანეს
საბნები. ის იყო ჩვენი მასხარად აგდება. საშინელი სუნი ასდიოდა. ნოემბერ-დეკემბერი ელექტროენერგია გათიშეს, ჩაჭრილი იყო, ზამთრის პერიოდი იყო. ანუ აგვისტოდან ნოემბრის ბოლო დეკემბრის დასაწყისამდე ეს საბნები ახალი შემოტანილი კონკურენციება რო დაიწყო. აი ამ პირობებში ჩვენ ყველანი მომსწრენი შევიქენით კონცერტის სადაც სააკაშვილმა იზეიმა გამარჯვება. ამდენი წლის მერე ახლა მაინც ხომ არ გაიგეთ რას ზეიმობდა სააკაშვილი? 12 აგვისტოს სააკაშვილის ხელისუფლება რას ზეიმობდა? თავიანთ გადარჩენა საუბრად. თვითონ რომ გადარჩნენ და თვითონ რომ დაშნენ ხელისუფლებაში იმ პერიოდში. სხვა მათ საზეიმო არაფერი არ ქონდა და არც ნამდვილად 150 ქვაღორღიანი სოფელი არ ყოფილა ის იყო მადლიანი ადგილი, რომელიც დაიკარგა. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ის, რომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? მე ემსახურებოდა, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ჩვენმა ხელისუფლებამ აკეთა რუსეთის საქმე. ალბათ გენოციდი უნდა და დაემტკიცებინათ მსოფლიოსთვის, რომ რუსმა მოგვიწყო გენოციდი. რომ გითხრათ უფრო დეტალურად, აი დავინიშნეთ რომელიმე ჩვენგანი მამასახლისად და რა იყო მისი ფუნქცია. უნდა სწოდნოდა ყველა პოზიცია, როგორ პოზიციაზე იყო თითოეული ოჯახი, ხომ არ იყო მათ შორის ვინმე განსხვავებული აზრის, მათთან დაპირისპირებული პირი. რაიმე საფრთხე ხო არ შეექმნებოდა რომელიმე მის დაქვემდებარებაში მყოფი ოჯახიდან მაშინდელ ხელისუფლებას. ვის აწვდიდა შემდეგ ამ ინფორმაციას? კარგად არის ცნობილი, ვინც იყო მათი ხელმძღვანელი მადრი ბასიშვილი. უნდა სწოდნოდა მას ყველაფერი. საგამოძიებო კომისია ამ წუთებში შინდისის გმირის რომან ზოიძის ძმას ფრიდონ ზოიძეს უსმენს, რომელმაც თქვა, რომ 2008 წელს ხელისუფლებამ გამოუცდელი სამხედროები გაწირა. გარდა ამისა, მან გაიხსენა, რომ მას შემდეგ რაც ოკუპანტ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში 17 გმირი დაიღუპა, მათ გადმოსასვენებლად ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, მათი გადმოსვენება მხოლოდ პატრიარქმა შეძლო. 2008 წლის აგვისტოს ომი საერთოდ როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო, რასთან ჰქონდა საქმე აბსოლუტურად ეს ხალხისთვისაც გაუგებარი იყო და მოულოდნელობებით აღსავსე. უცბად მოწმენდილ ცაზე გამოჩნდა რაღაცა ღრუბელი და გამოიძახეს ეს ბიჭები და სპეციალურად დანაყოფებიდან, ბრიგადებიდან ისეთი კონტინგენტები შეარჩიეს, ვისაც ჰქონდა შედარებით ნაკლები გამოცდილება. ომის დროს დემორალიზაციას ეწეოდნენ პოლიტიკოსები. შეგნებულად აქ თვითონ სადაც იყვნენ და სადაც დაიბომბა პოზიციები, იმ პოზიციებიდან როცა გავიდა და რამდენიმე სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე, ესე იგი, ქართულ შენაერთ 250 კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო ბატონ კეზერაშვილის, ესე იგი, ღრიალი იყო იქ, ესე იგი, ერთი ამბავი და ისევ იმ ადგილზე, ისევ იმ სისხლის ტბორში დააბრუნეს ბიჭები. ისევ თავიდან დააბრუნეს და თავიდან იყო, ესე იგი, ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე და მეთაურის მანქანა. ანუ ჩვენ, ესე იგი, რომელ ამბავს ყვებით ახლა უკვე დააზუსტეთ? უკვე ეს ეპიზოდია, როცა, ესე იგი, ცხინვალის მისადგომებთან არის ეს კონკრეტული შენაერთი. რომელი შენაერთი? სენაკის მეორე ბრიგადა არის ერთ-ერთი ბატალიონი არის მისადგომებთან. სადაც არის თქვენი ძმა? სადაც იქ საინჟინრო ასეულის შემადგენლობაში, სადაც არის ჩემი ძმა, სადაც იმყოფება ონიანი და ეს შინდისის გმირის დანარჩენი წევრები რა. და კიდევ სხვა შერეული ქვედანაყოფები. ამაზე ამბობთ, რომ მიაბრუნა კეზერაშვილმა? მიაბრუნა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ესე იგი რომელ ადგილას? დაიბო. ეს იყო ყელქცეულა ავნევის ერთ-ერთი სკოლის თუ რაღაცა მიტოვებული სახლის, ეს იყო სარდაფი, სადაც იყო ჩვენი ბიჭები განლაგებული. რაც შეიძლება მეტი საკრალური მსხვერპლი უნდა ყოფილიყო აი ამ 5 დღიანი ომის პერიოდში. ჯარიდან. რა გათქმევინებთ ამას? ამას ის მათქმევინებს და ამას ის კარნახობს, რა ჩემი არათუ ინტუიცია, არამედ ეს ყველაფერი ნათლად ჩანს და ყველა ლოგიკურ ძაბს მაგასთან მივყავართ.
იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ამუნიცია, რაც შეიძლება მეტი იარაღი დაიკარგებოდა, რაც შეიძლება მეტი ჯავშანი ტრანსპორტიორი გაქრებოდა და აფეთქდებოდა, რაც შეიძლება მეტი პიკაპი, ჯიპი, რაც შეიძლება მეტი ტექნიკა და სამხედრო ესე იგი აღჭურვილობა დაიკარგებოდა, მით უფრო მეტი თანხები იქნებოდა ჩამოწერილი. მე მაქვს ამ ყველაფერთან ერთად კითხვები, რომ აი რამდენად იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილება. რატომ არ არიან ახლა ეს ბიჭები ცოცხლები? და მე ასეთი უფლება მაქვს ესეთი რიტორიკული კითხვა დავსვა და მოუწოდე ასევე იმ დანარჩენ ჩემს გარდა, ჩემი ოჯახის გარდა დანარჩენ 16 შინდისის გმირის ოჯახს. რომ აი ხომ არ გასაგებია, ესენი 2 მაგად და 10 მაგად გმირები არიან, რამე თუ ისეთი მხედართმთავრობის ხელში იყვნენ და აი ასეთი დაგეგმარებით და ესეთი რაღაცა უაზრო შესრულებით და ემეებით გამოირჩეოდნენ ამ ომის პერიოდში, მაგრამ ეხლა ხო შეიძლებოდა მაგალითად ამ ყველაფრის თავიდან აცილება. აი ამ 17 ადამიანში იყო ერთ-ერთი ჩემი ძმა და შემდეგ ბოლოს როცა ბოლო ეპიზოდი ის იყო, რომ ალექსანდრე ონიანმა არ მიატოვა ჩემი დაჭრილი ძმა და გმირულად გახსნა ხელყუმბარა და თავი აიფეთქა. 18 აგვისტო იყო, როცა თუ 16 აი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ესე იგი ლოცვა კურთხევით გადმოასვენეს იმ ტერიტორიიდან ის ბიჭები რა. ხო და ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, ძალიან კარგად მახსოვს 19 აგვისტოს ვარ დაბადებული, როცა ჩამოვედით და პროჟექტურაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს პროჟექტურაში უკვე დამწვარი და მოკლედ ძალიან დასახიჩრებული გმირი ბიჭები, რომლებიც ესე იგი იქ საძილე ტომრებში ყავდათ ჩასვენებული. მოკლედ, საშინელება იყო რა ეს კადრები, დღესაც არ ამომდის თვალებიდან. ვეძებდი რომ იქნება ჩემი ძმა კბილებით მეცნო, რომ დნმ-ის ანალიზი აღარ დადასტურება არ დაჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ესე იგი აქ როცა თბილისში კონცერტებს მართავდნენ და რაღაცა ეგრეთ წოდებულ წყალებში გამარჯვებას ეიმობდნენ ეს ადამიანები იქით აგვისტოს ცხელ-სიცხეში ესე იგი ეყარენ და მოკლედ ესე იგი მშობლები კიდე ამხელა სერიოზულად ნერვიულობდნენ ოჯახები და მეუღლეები და ასე შემდეგ და აი თქვენ რას ამბობთ ბატონო ფრიდონ რომ შინდისელ გმირებს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა? მაშინ ვინ გადმოასვენა? ვერ არ მიხედა და არ გადმოასვენა და პატრიარქი ჩაერია ამ საქმეში. უშუალოდ პატრიარქმა გადმოასვენა თქვენი ძმა? უშუალოდ პატრიარქმა და სამღვდელოებამ შევიდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გააპატიოსნეს ჩვენი ბიჭები და გადმოიყვანეს იქიდან. ბოლო რამდენიმე სხდომა, რაც საგამოძიებო კომისია აგვისტოს ომის მოვლენებს იკვლევს. მადლობა ნინო, პარლამენტიდან ნინო არღულიანი საუბრობდა. პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადება სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილს დეტალური სტატისტიკა მოყავს, რომლის მიხედვითაც პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის გადაკვეთაზე, ვიდრე პირიქით. პირველი კანონმდებელი წერს, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური წარმომადგენლობები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის. გუშინ ჯერ პოლონეთის შემდეგ კი საფრანგეთის საელჩომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს. საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რომლებიც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ 100-ჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში. ვითომც და საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო. ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ ახლა ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ. ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა. მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმაა. სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვა ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა. სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვა. პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად
ევროკავშირი უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე ვიდრე პირიქით. 2024-25 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა საქართველოს 1250 მოქალაქეს. ანუ პოლონეთის მხრიდან იყო 140 ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-25 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა საქართველოს 155 მოქალაქეს. ანუ საფრანგეთის მხრიდან იყო 9 ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-25 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 4825 მოქალაქეს. ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26 ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2024-25 წლებში პოლონეთმა 249, საფრანგეთმა 280, ევროკავშირმა კი ჯამში 2463 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. ასე რომ საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლეთის საზღვარზე არ შეშვების იმ რაოდენობამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირის ჩვეუდი პრაქტიკაა. მნიშვნელოვანია, რომ საელჩოები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც წყალბა აღქმებს ქმნის ადგილსამყოფელი ქვეყნების შესახებ. დეტალური სტატისტიკა კი ასეთია. პოლონელების შემოსვლა საქართველოში 2024 წელს პოლონეთის 66504 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. 2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 7 მოქალაქეს. 2025 წელს პოლონეთის 10165 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. 2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 2 მოქალაქეს. 2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში პოლონეთის 76669 მოქალაქემ. 2024 და 25 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 9 მოქალაქეს. ქართველების შესვლა პოლონეთში 2024 წელს საქართველოს 65825 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 975 მოქალაქეს. 2025 წელს საქართველოს 15964 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 275 მოქალაქეს. 2024-25 წლებში საქართველოს 81799 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 1250 მოქალაქეს. გარდა ამისა, 2024-25 წლებში დეპორტირებულ იქნა საქართველოს 259 მოქალაქე. ფრანგების შემოსვლა საქართველოში 2024 წელს საფრანგეთის 28302 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. 2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საფრანგეთის 7 მოქალაქეს. 2025 წელს საფრანგეთის 5008 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. 2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საფრანგეთის 9 მოქალაქეს. 2024 და 25 წლებში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში საფრანგეთის 33310 მოქალაქემ. 2024 და 25 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საფრანგეთის 16 მოქალაქეს. ქართველების შესვლა საფრანგეთში 2024 წელს საქართველოს 43276 მოქალაქემ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 130 მოქალაქეს. 2025 წელს საქართველოს 12397 მოქალაქემ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 15 მოქალაქეს. 2024-25 წლებში საქართველოს 65673 მოქალაქემ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 145 მოქალაქეს. გარდა ამისა 2024-25 წლებში დეპორტირებულ იქნა საქართველოს 280 მოქალაქე. ევროკავშირის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების 46042 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. 2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ევროკავშირის ქვეყნების 108 მოქალაქეს. 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნების 67380 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. 2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ევროკავშირის ქვეყნების 76 მოქალაქეს. 2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში ევროკავშირის ქვეყნების 463422 მოქალაქემ.
2024 და 25 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ევროკავშირის ქვეყნების 184 მოქალაქეს. ქართველების შესვლა ევროკავშირში 2024 წელს საქართველოს 438.170 მოქალაქემ გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 4825 მოქალაქეს. გარდა ამისა 2024-25 წლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 2463 მოქალაქე. მართული გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოები საქართველოს ეკონომიკას მიზანმიმართულად აზიანებენ. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფოა, რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი დამფინანსებლების სამიზნე კი ახლა სწორედ ეს მიმართულება გახდა. არავითარი აღიარება არ არის, ახლა რამდენიმე ტურისტი ყველაზე ნიშნულოვანი და ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილზე რუსთაველის გამზირზე თუ გაივლის, ეს პრობლემა არ არის. ინტენსიურად მიმდინარეობდა უკვე 2020 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეკონომიკაზე თავდასხმები. ეხლა ახალი ტალღა წამოვიდა, სწორედ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ეს არის მიზანი როგორმე ტურისტულ ნაკადს ხელი შეუშალონ აი ამ ზრდის ტენდენციის განვითარების თვალსაზრისით. განცხადებები ხან საელჩოების, ხან უფრო მაღალი დონიდან, ხან ჩამოსვლა მაღალი დონის ჩინოვნიკების საქართველოში ერთი მიზნისკენ არის ყველა მიმართული, რომ როგორმე ისეთი დაძაბულობა მოხდეს ქვეყანაში, რომ შევგრევი, შეუქცევადი პროცესი განვითარდეს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ვაიმარის ქვეყნების მხრიდან. საელჩოები ჩართული არიან ამ პროცესში და იმის მაგივრად, რომ მათზე დაკისრებული ფუნქცია განახორციელონ და ორი ქვეყნის და ხალხებს შორის ურთიერთობების დაახლოებას ხელი შეუწყონ, ავრცელებენ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლითაც მათ სურთ, რომ გარკვეული შეტევა მიიტანონ ქართულ ეკონომიკაზე. სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ნაწილი მაკრონს, მერცსა და ტუსკს წერილით მიმართავენ, ითხოვენ დახმარებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. წერილში საუბარია სანქციების გამკაცრებაზეც. საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა ვინმე გარედან. როგორც ამ რადიკალების უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს გონია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ ეკუთვნიან თავიანთ თავს, არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ყავთ თავიანთი პატრონები, ჩვეულებრივი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან, მათ აქვს გარკვეული მისია და ერთი რამ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს ქართველი ხალხი. შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ამ უსამშობლო რადიკალების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის გარედან მართული პროცესები, თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, ეტყვიან, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ყველაფერი იმართება გარედან. საქართველოს მიმართ სანქციებს ითხოვენ მუდმივად. და არა მარტო ითხოვენ, არამედ თვითონ ძალისხმევას არიშურებენ, რომ როგორმე ეკონომიკას მიაყენონ ზარალი. დარტყმები მიაყენონ, იმითი რომ თქვა ბიზნესი გამოეთიშოს აი ამ სისტემას, როდესაც იხდიან ბიუჯეტში გადასახადებს. ადამიანებმა შეწყვიტონ მუშაობა. შექმნან გაუსაძლისი პირობები ტურიზმისათვის. ეხლა ვაიმარის სამკუთხედი ქვეყნები წამოწიეს, იმიტომ რომ მათ თავად გარკვეული მესეჯი გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, ამ თავის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. იმედი აქვს, რომ ხალხი ეკონომიკური პრობლემების შექმნის კვალდაკვალ ქუჩებში გამოვა და იმ რევოლუციონერებს შეუერთდებათ, რომელიც ესეთი ოლეთა სექტის სახელით არის ბოლო პერიოდში ცნობილი. ვერ შექმნეს სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი და უნდათ რომ იგი წარმოაჩინონ ერთი მხრივ ხისტი, მეორე მხრივ დაკავშირებული ევროპულ დედაქალაქებთან ატარეს ევროპაში დააწერინეს ქარტიაზე ხელი მოაწერინეს ნაცმოძრაობას, რომელიც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა და აქედან მაინც ვერაფერი ვერ გამოიყენეს. ეხლა უნდათ მასაც პატაბურჭულადესაც რაღაც ხმალამაღებულ დევგმირად წარმოაჩინონ თავი და სამწუხაროა, რომ ესეთი ადამიანები იმსახურებენ აი ამ სახელს, რასაც უსამშობლოობა ქვია. ახლა რეკლამის დროა, დაგველოდეთ.
ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე. ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს. პრემიერის განცხადებით კი ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ლარი არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, რომლის შექმნასაც წინ უძღოდა ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა თავისი სახელმწიფოებრიობა. და სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყნის დამოუკიდებელ ფულად საკრედიტო სისტემას. ლარი ქართულ ენაში ნიშნავს სიმდიდრეს, განძს, ქონებას. გასული 3 ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე ბევრი გამოწვევით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია, თავისი მთავარი დანიშნულება ყოფილიყო სანდო, სტაბილური ვალუტა, ეკონომიკური ურთიერთობების და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. მზარდია გეოპოლიტიკური დაძაბულობა, შეიარაღებული კონფლიქტები, გადავიტანეთ COVID პანდემია, ამას მოყვა გლობალური დაძაბულობები და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე სავაჭრო დაძაბულობა დაემატა. საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მუდმივად უწევს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება. საქართველოს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს. არსებობის 30 წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ განვითარების საკმაოდ დიდი გზა გაიარა. წლების მანძილზე ეტაპობრივად ეშვებოდა და იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკროტები. ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია არის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და მათ შორის ეროვნულ ბანკს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მიღწევები აქვს, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, პანდემიის, გეოპოლიტიკური სირთულეების, ომისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე. ყველაფრის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები. 30 ქვეყნიდან არიან წარმოადგენელი ჩვენი სტუმრები. წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები. რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი ლიდერი, არა მარტო ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად კონტინენტის მასშტაბით. გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა. საქართველოს მსოფლიო მასშტაბით არის მოწინავე სამეულში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვარდღია ინვესტიციებისთვის, მზარდია საზოგადოების ნდობა ლარის მიმართ, რაც რა თქმა უნდა დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა. გვაქვს ხელშესახები შედეგების, გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე. ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რღვევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს. ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსო სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი
არ დაფიქსირებულა. 30 წლის წინ ლარის შემოღებით საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველოს ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არამხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო. 30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოიარეთ, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალსიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებლად. დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს, მან უნდა გააგრძელოს განვითარება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. 2025 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა. მიმდინარე წლის 4 თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით ნიშნავანი წვლილი შეიტანეს ეკონომიკურ ზრდაში შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ასევე სამთობობოებითი მრეწველობა, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება. 9.4%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადაფრთელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და დაახლოებით 14 მილიარდ 113 მილიონი ლარი შეადგინა. ეკონომიკა ვითარდება მაღალი ტემპით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შარშან აპრილში ეკონომიკური ზრდა თითქმის 12% იყო, წელს აპრილში 7.5% ეკონომიკური ზრდისა მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა, ძლიერდება ეკონომიკა, მაღალი ტემპია, გამორჩეულად მაღალი ტემპია სოფლიოსა და რეგიონალური მასშტაბით და საქართველოს გააგრძელებს კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებას. სახეზე არის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალციხეში გასვლითი სხდომა გამართა. მოისმინეს აწარმოეს საქართველოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სააგენტო საქმიანობის ფარგლებში 40,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია. ისაუბრეს პრიორიტეტებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროგრამებზე. აწარმოეს საქართველოში პლატფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმა, რომელმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში 40,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამ დახმარებების და ამ კომპანიების დიდი ნაწილი მოდის რეგიონებზე. სურვილი გვაქვს, რომ უფრო მეტი კომპანიები იყოს ჩასული აწარმოეს საქართველოს პროგრამით. ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს თვითონ ქვეყნის შიგნით იმპორტის ჩანაცვლების პროგრამების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი სააგენტო და სამ მიზნით ხორციელდება მთელი რიგი პროგრამები. ეს არის როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეს არის ტექნიკური დახმარება, ეს არის ექსპორტის ხელშეწყობა და სხვადასხვა მიმართულებები, რომელსაც დღეს სააგენტო ახორციელებს. ვაკის რაიონში ქაქუცა, ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოწესრიგდება და განახლდება ინფრასტრუქტურა, რაც ხელშეუწყობს სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას. პროექტის ფარგლებში განახლდება 13,000 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები. ქუჩებზე მოეწყობა ახალი სტანდარტების შესაბამისი ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები, მოწესრიგებული იქნება ყველანაირად, ასევე ავტომობილებისთვის გარკვეულწილად იცვლება მოძრაობა და უფრო კომფორტული გახდება. ასევე ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც დღეს ჰაერშია გადმოცემული და ვიზუალურადაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, მიწის ქვემოთ შესაბამის კაბელარხებში იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება, გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
მიწისქვეშა ნარჩენების ურნები გაკეთდება. ბოლოკაშვილის და წერეთლის ქუჩებზე მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ერთი კვირის წინ და პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ეს არის წყლის და წყალარინების სისტემები, ახალი გაზის მიდები მოეწყობა, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. აქ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხშირად ავარიები ხდებოდა და ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ ნაკეთის რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის წევრები საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ. იმსჯელეს პრობლემატურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ავეცნოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან ინფრასტრუქტურულად პირველ რიგში და კომისიური წესით მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც მიმდინარე წლის ფორმატში დაძლევადია და რაც შეიძლება რომ დავაპრიორიტეტოთ შემდეგი წლის აქტივობებთან მიმართებაში. მინდა რომ დავაიდენტიფიციროთ ის გამოწვევები, რომლებიც აღნიშნულ სკოლებს უდგათ წინ და შემდეგ შევიმუშაოთ გეგმა გრაფიკი, რომ ამ თანმიმდევრობით აღმოვხრათ და შევძლოთ ამ პრობლემების გადაჭრა, რათა ჩვენ მოსწავლეებს შესაძლებლობა მივცეთ, რომ შეძლონ განახლებულ ინფრასტრუქტურაში სწავლის შესაძლებლობა. ნახეთ რა საჭიროებები აქვთ მაგ და რა გამოწვევების წინაშე დგანან. ვეცდებით, რომ გადავჭრათ ისინი უმოკლეს ვადებში და შევქმნათ ჩვენ მომავალ თაობას უკეთესი და უფრო კომფორტული სასწავლო გარემო. სამი სექტორია, ქართული, რუსული და აზერბაიჯანული და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ერთი ფლიგელი არის, ერთი კორპუსი, ასე ვთქვათ, დაკეტილი, იქ არ არის სასწავლო პროცესი. ვართ მხოლოდ ერთ კორპუსში, ორტელ დარბაზს გაგვიკეთებენ და შეისწავლია საავარიო კორპუსის მდგომარეობას, თუ კი მოხერხდება შენარჩუნდება. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ გენერალური პროკურორის მუდმივ მოქმედის სათათბირო ორგანოს. კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 118 თანამშრომელს. სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭათ 15 თანამშრომელს, ასევე პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა 3 თანამშრომელს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სამკერდე ნიშნით. გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. თანამშრომლებს გადაეცათ სხვადასხვა ჯილდოები, პირადად მე გადმომეცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც შეიძლება პროკურატურის სისტემაში მიიღოს თანამშრომელმა, ეს არის საპატიო თანამშრომლის წოდება და მადლობა მინდა უთხრა ამისთვის საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას. ასევე მინდა თვითოულ თანამშრომლებს მიულოცო პროფესიული დღე. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქმიანობის კეთილსინდისიერად დანაყოფიერად შესრულებისთვის წარმატებულ თანამშრომლებს მადლობა გამოუცხადა, ასევე წარმატებულ თანამშრომლებს ვადამდე მიენიჭათ სპეციალური წოდებები. გადმომეცა პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება და შესაბამისი სამკერდე ნიშანი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს გენერალურ პროკურორს და პროკურატურის ხელმძღვანელობას. უცხოეთის სიახლეებს გაგაცნობ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არჩევნებში სოროსის ფონდისა თუ USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევას გმობს. ევროპის საკითხებში საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კიტ სელფი გამოეხმაურა პოლონეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და აღნიშნა, რომ იქ კორუფცია და გარეშე ძალების ჩარევა დასტურდება. კონგრესმენის თქმით, ევროკავშირში პოპულისტი პარტიები იდევნებიან. ევროკავშირი თავის საქმეს სათანადოდ არაკეთებს. ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით რამდენიმე სახელმწიფოს არჩევნებში ერევა. პოლონეთში არჩევნები კვირას არის დაგეგმილი და ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერევიან და გააკეთებენ იგივეს, რაც გააკეთეს რუმინეთსა და ალბანეთში. დევნიან პროდემოკრატიულ და პოპულისტ პარტიებს. ჩვენ ამაზე ევროკავშირს წერილი გავუგზავნეთ, რადგან ევროკავშირი ამ ყველაფერს უნდა გმობდეს, თუმცა პირიქით ამას ახალისებენ. მათმა ევროკომისარმა თქვა, რომ რუმინეთში არჩევნების შედეგები გააუქმეს და იგივეს გეგმავენ გერმანიაშიც. ამიტომაც გვაშფოთებს თუ რა მოხდება ახლა პოლონეთში.
საჯარო ფინანსები, პირადი ინტერესები და ხელიდან წასული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სახელწოდებით მოსმენას წარმომადგენელთა პალატაში მთავრობის ეფექტიანობის ქვეკომიტეტი გამართავს. კომიტეტის თავმჯდომარის მარჯორი ტეილორ გრინის თქმით, იგი გეგმავს გამოაშკარავოს, როგორ ათეთრებენ დემოკრატები ხალხის ფულს კორუმპირებული რადიკალი NGO-ების დახმარებით. ამ თემაზე მოსმენა 4 ივნისს დაინიშნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს LGBT პრაიდი შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის მსხვილი კერძო კომპანიები, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა შტატში მასშტაბურ ღონისძიებებს ასპონსორებდნენ, ამჟამად თავს იკავებენ. გარდიანის ცნობით, სან-ფრანცისკოს პრაიდმა $200,000 ოდენობის დაფინანსება დაკარგა. აიდაჰოს უმსხვილესმა პრაიდმა კი $400,000. ნიუ-იორკში LGBT პრაიდის დაფინანსება წელს $750,000 შემცირდა. იუტის შტატმა კი სამთავრობო შენობებსა და სკოლებზე LGBT დროშების აღმართვა აკრძალვა, მათი გამოფენა $500 ჯარიმას ითვალისწინებს. LGBT პრაიდის ღონისძიებები ივნისში იმართება. პოლონეთის პრეზიდენტი აღშფოთებულია, რომ უკრაინელების დიდ ნაწილს არაფერი სმენიათ ვოლინის ტრაგედიის შესახებ. ანჟეი დუდა ვოლინში 1943 წელს პოლონელების მასობრივ ხოცვას გულისხმობს, რაშიც ვარშავა უკრაინულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. დუდა ამბობს, რომ პოლონეთი ვერ შეეგუება პოლონელების გენოციდში მონაწილეების გმირებად წარმოჩენას უკრაინაში, რადგან მათ პოლონელები მკვლელებად და დამნაშავეებად მიიჩნევენ. აბსურდულია, როდესაც უკრაინაში ჩასვლისას მესალმებიან ადამიანები, რომლებიც ბანდერასეულ სიმბოლიკას ატარებენ. მე მათ ვეუბნები, რომ ეს სიმბოლიკა ჩვენთვის მიუღებელია. მათ კი არ ესმით რატომ. მათ არაფერი სმენიათ ვოლინის ხოცვაზე. ჩვენ ვერასდროს შევეგუებით იმას, რომ უკრაინელები მათ გმირებად თვლიან. ვერ შევეგუებით პოლონელების მასობრივი დახოცვის მონაწილეების განდიდებას. მე მათ ვეუბნები, შესაძლოა ისინი თქვენთვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის მკვლელებსა და დამნაშავეებს დავუძახებთ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისს არ შეამსუბუქებს, ევროპამ ისრაელის მიმართ პოზიცია უნდა გაამკაცროს. მაკრონი ასევე აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გარკვეული პირობებით არა მხოლოდ მორალური მოვალეობაა, არამედ პოლიტიკურ აუცილებლობასაც წარმოადგენს. ამ განცხადებების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ემანუელ მაკრონი ჰამასის მხარდაჭერასა და სისხლიანი თავდასხმების გამართლებაში დაადანაშაულა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენისთვის ემზადება მსოფლიო როკის ლეგენდა ჯგუფი Guns N' Roses კონცერტს გამართავს, რომელიც შეკვეთილში ატრაქციონების პარკ ციცინათელას მიმდებარედ ჩატარდება. საფესტივალო ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოეწყო და მზად არის ქართველი და უცხოელი მსმენელის მასპინძლობისთვის. იქნება სტარინგ ჯორჯიას მესამე სეზონის გახსნა, ათასობით მელომას ექნება შესაძლებლობა ესტუმრონ გურიას და მოусმინონ სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჯგუფს Guns N' Roses. წლევანდელი სეზონის მთავარი სლოგანიც არის მთავარ როლში გურია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ვინაიდან ძალიან ბევრი ვიზიტორი ესტუმრება გურიას. პირველ რიგში რაც მინდა ყველა მომხმარებელს თხოვო, ვინც ამ დაგეგმილ ღონისძიებაზე გეგმავს მოსვლას, არის ის, რომ თვალყური ადევნონ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ჩვენ სოციმედია არხებით არის გავრცელებული. კონკრეტულად ის თუ რა ტერიტორიებზე იქნება პარკინგები მოწყობილი, როგორ მოახერხებენ პარკინგებიდან საფესტივალო ტერიტორიამდე მოსვლას. აუცილებლად გთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ აკრძალულ ნივთებს, რათა ტერიტორიაზე არ იყოს რაიმე უხერხულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მოდით დამუხტულები ემოციით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ 3 საათის და 15 წუთის განმავლობაში მოусმინოთ ლეგენდარულ Guns N' Roses. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა დასრულებულია, ნახვამდის.